Маш დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. მადლობა კიდევ ერთხელ სალომეს, რომელიც დღეს იფუსფუსებს ჩვენთან ერთად და ძალიან მარტივად მოვამზადებთ ისეთ კერძს, რომელიც არის ყოველთვის მე მგონი ყველაზე ხშირად მზადდება ჩვენს ოჯახში, იქნება ქათმის მკერდი, რომელსაც მოვამზადებთ ქარის სოუსში, ამისთვის დაგვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ არაჟანი და ქარის სუნელი, ცოტა შავი პილპილი და მარილი და ასევე მოვამზადებთ გარნირად ბრინჯს და სალომესგან რჩევებსაც მივიღებ და თან მაინტერესებს. მე მაქსიმალურად თუ შევჭარ დავრჩებით თქვენთან გადაცემის ბოლომდე და დავაგემოვნებ თქვენ გემრიელ კერძს, რა ვიცი. არ ამზადებ ხოლმე ზაფხულში? როგორ გეკადრებათ? სულ. როგორ წარმოგიდგენია ახლა ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე? მომზადება გამომდის კარგად, ანუ გემრიელი გამომდის. ერთადერთი რასაც ვერაფრით ვერ ვისწავლე თუ არ ვიცი ხელი, ხო იცი სპეციალურად რაღაცა გემრიელი ხელი უნდა გქონდეს, აი ნამცხვებს ვერ ვაკეთებ და მთელი ცხოვრება მეც არ ვაკეთებ არასდროს. გამომივიდეს და არაფრით არ გამომდის. კარგი, ხო რა უნდა ნამცხვრის გაკეთებას, მე ვაკეთებ ყოველდღე ერთი ნამცხვარი. მაგიტომ ვიწუწუნე შენთან თორე გასწავლის ერთი ორი ნამცხვარი, ერთი თაკოსთან გადამაქვს ხოლმე, ესე შევირბენ და ერთი ნამცხვარს მე ვიტოვებ. და ისე რას ამზადებთ ხოლმე ყველაზე ხშირად? უფრო ხშირად რას ამზადებთ? აი სალათებია თუ უფრო ძირითადი კერძებია თუ აი რა? აი მაგალითად, ნუ იმიტომ რომ ახლა ბავშვები ასაკობრივად ხო ყველა ასაკის შვილი მყავს და ყველა ასაკის უნდა გაწერილი ხო? ამიტომ ისეთ კერძს ვარჩევ ხოლმე რომ ყველამ ჭამოს. ერთ-ერთ გადაცემაში ადრე მე თვითონ გამოვიგონე დავარქვი პიცა, იმიტომ რომ როგორც კი ვამბობ რომ პიცა, მაშინ ყველას უყვარს. როგორც კი ვამბობ რომ არ არის პიცა და ჩემი რაღაცა მოგონილია, ჩაშუშულია და ხო, რა თქმა უნდა, მე არავინ აღარ ჭამს. პიცა რატო დაარბიდე და ზგებიცე? რატომ იცი ინგრედიენტები ზუსტად იგივე, რაც პიცას აყრია ზემოდან. და ნუ რა მიქნეს ხო წარმოგიდგენი, აი ესე მომათრიეს. ხაჭაპური და არა საერთოდ. არა ხაჭაპურზე რას მიზავდნენ. თუმცა მართლა ძალიან გემრიელია, იმიტომ რომ მარტივად მზადდება, ძალიან მარტივად და თან არც ცომს უნდა. მოდით მაყურებელს მოვუყვეთ როგორ ამზადებთ. კი, იმიტომ რომ მაინც ხო. აბა. მეორე სერია არის ისეთ არ უნახავს. ხო. ვიღებთ პურს, აი ესეთი ფორმის პურები რომ არის. უნდა გავჭრათ შუაზე. უნდა ამოვიღოთ გული და შიგნით ჩავყაროთ. კი ბატონო, რბილი ნაწილი. სული და გული ყველაფერს. თელი სული, გული და სურვილები. ვყრით, ნუ რაც გვიყვარს, ყველი, პომიდორი, რა ვიცას კიდე, რა ვიცი მე, სოსისი, ზეხური, რაც გაგვხარდება, ხო. ზემოდან დავახურავთ თავისივე სახურავს, ძაფით შეგიძლიათ გადააკრათ, რომ არ იმოძრაოს, ხო? და ვდებთ ხუმელში. ეს ხდება ისეთი ხრაშუნა, მე რო გამოიღებ რულეტივით უნდა დაჭრა და ნუ აი ვითომ პიცაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ასაკამდე ბავშვებს ძალიან მოწონდათ ჩემი პიცა და მე რო მათრიეს ერთ-ერთ გადაცემაში რა შენ პიცა არ გიჭამია ეთყობა რა არისო, მე მივხვდენ ბავშვები პიცა სენდვიჩი, პიცა რა არის სენდვიჩი ხო და თუმცა ძალიან მარტივად მოსამზადებელი არის რამე უნივერსალური კერძი, რაც აი ოჯახში ყველას გიყვარს. მე ყველაფერი მიყვარს და შესაბამისად, ნუ ეხა ბავშვები როგორც ყოველთვის ყველას უყვარს კარტოფილი, შემწვარი, ფრი და ყველაფერი ის რაც არ არის სასარგებლო. მე მგონი ეხა პირველი არ ვარ. ეს ყველაფერი არაჯანსაღისკენ გული რა უბედურება, მაგრამ მაგასაც რაღაც დისციპლინა ჭირდება და შემდეგ ხანერად თუმცა არის ეხლა მაგალითად ჩემი შვილი გოგო, მაშო არის ვეგეტარიანელი და ამიტომ ხორცს საერთოდ არ ვჭამთ. ამიტომ შესაბამისად იმისთვის სხვა კერძები მზადდება, ბიჭებისთვის სხვა კერძები და ხო, მაგრამ იცი როგორ არის, აი რაღაცნაირად ეხლა უკვე ისე აუწყვეთ ფეხი ამ პროცესს რომ მარტივად. რა თქმა უნდა. ოჩა, სალო. როგორ გეკადრებათ, უნდა მოყვიდეთ თქვენ საქმეში ჩემთან. როგორ იფუსფუსებს და დატრიალდება და როგორ იმას იქნება, ვიცით. დღესასწაულებზე უყვართ ხოლმე ეს? აი ერთვებიან ბავშვები ფუსფუსში თქვენთან ერთად? ძალიან მინდა რომ რაღაცნაირი ისეთ სამაგალითო ოჯახი გამოვიყენო, მაგრამ არავინ არ ერთვება დღესასწაულებზე სუფრის მომზადებაში, რა თქმა უნდა. ბიჭებს თავის საქმე აქვს. გოგო არის 23 წლის, ბიჭი არის 18-ის და ბოლო ორი არის 12-ის და 11-ის. აი რომელს დაინტერესებს ხა სუფრაზე ფუსფუსი? და თვითონ საერთოდ გამოიყურება. რანაირად მართლა, რანაირად
აი 4 შვილის დედა, უხრმესნამდვილად მოწოდების სიმაღლე. და როგორია თქვენი დღის რაციონი? აი თავად, ესეთ კარგ ფორმაში რო ხართ, მართლა ეხლა აღნიშნოთ 4 შვილის დედა. ჩემი მუდმივად ვარ დიეტაზე. სუფხარჩოთ. რო დაიწყოს ეხლა. ეხლა ვწუწუნებთ, სანამ ეთერში შემოვიდოდით, თაკოს ვეწუწუნებოდი, იმიტომ რომ ნუ აი ხა თაკოს ფორმები და თქვენი ფორმები, ნუ რა ვიცი, ზურა მე და შემისაუბროთ, იმიტომ რომ აღარ შემიძლია უბრალოდ ვერ მეშლება. სულ მუდმივად ვარ დიეტაზე. ბობძგა ვერ გავი. რაღაცა ვიფიქრე, აცური გემრიელი საჭმელი. ავიცი, აბა არ უყარ ჭამა და. მე ვარ მუდმივად დიეტაზე. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ხო. და დიეტა რას გულისხმობს, სალომე? ხო და დიეტა რეალურად სწორი კვება, ყველა ვიცით თვითონ. და გვიზიარებ ხოლმე ხშირადაც ამ ჩემ დიეტებს. და აი როგორია ეს კალორიულ დეფიციტში ხარ ძირითადად თუ რა ჩენი დიეტა არის ჩემი გრძალა ყველაფერს რაც მიყვარს. მიყვარს ტკბილი, მიყვარს ცომი, მიყვარს ყველაფერი მსუყე რაც არის და ესეთი კარგი ბევრი კალორიები რაშიც არის. ამიტომ შესაბამისად თან გენეტიკაც ხელს მიწყობს, რომ გემრიელი, ჩაფუნთულებული ბებიები და დედა ჩემს ახალ ვიტყვი, იმიტომ რომ სახში უნდა მივიდე და დაუბრუნდე და ხო, ამიტომ მან უკან არ გაბობლისო. ხო, ამიტომ მიწევს ხოლმე რომ ხშირად ჩემს თავს უარი უთხრა და გემრიელად ვერ მივირთვა. თუმცა ეხლა ასაკში რომ შევდივარ, ვგრძნობ, რომ ეს ჩემი კლებაც უკვე ძალიან რთულდება. აჭერდი ხართ უკაც რაღაც? ასაკში. ნუ პასპორტი ხო გვაქვს ოჯახში და ხო და ამიტომ აქედან გამომდინარე ადრე თუ ძალიან მარტივად ვიკლებდი, ეხლა ეს მარტივად კლება აღარ გამოდის და აი არ ვიცი, აი 40 წლის მერე ორგანიზმი ჩემი გაჩერდა და ძალიან ბრაზდები ამაზე, მაგრამ ყველანაირად მეტი მოძრაობა დავამატე და შაქარი ამოვიღე. თლიანად. თან გეტყობა ცოტა შორის, რომ ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ არა, თან ნერვების ფასად ზრდება ეს ყველაფერი. ფასად ისეთი ლამაზები ხართ, ჭამეთ რაც გინდა. ულამაზესები ხართ ყველა. მე მესმის რომ კი ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება და ასე ვთქვათ, მობლა, გათვალისწინება ამ სილამაზე შენარჩუნება უნდა, მაგრამ ნუ არ მე ამ 11 კილოგრამს რასაც თქვენ ეძახით, ნამდვილად ვერ ვხედავ. დიდი მადლობა. შეიმჩნევა და შესაბამისად ჩემი თაკო მომიკომპლდა ცოტა. რაც შეეხება ჩვენს ამასობაში თქვენ სანამ ერთმანეთს მოეფერებით, მე კიდევ ერთხელ კერძის ამბებს მოვყვები. დაგჭირდება 2 ნაჭერი ქათმის კერძი და თქვენ იცით, რომ ჩვენ სამზარეულოში მუდამ არის დუშეთის ქათამი, რომელიც გახლავთ გუდვილში წარმოდგენილი და არის ქართულ სიმინძე გაზრდილი. ასევე დაგჭირდება ბრინჯი და ეს არის გუდვილის ბრენდი რაკარგიას ბრინჯი, რომელიც არის სხვადასხვა შეფუთვაში და არის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, არის მრგვალი ბრინჯი, არის მოგრძო ბრინჯი და ბევრნაირი და გარდა ამისა ამ ბრენჯში ნახავთ უამრავ პროდუქციას, რომელიც არის წარმოდგენილი გუდვილში, რაც მარილით დაწყებული, კომპოტით დამთავრებული, ყველაფერს იპოვით რაკარგიასთან, რაც არის დაკავშირებული. რაკარგია. რაკარგია და დღეს ლექსი დაგვაკლდა. რაკარგია. ამას მეორე ჩართვაში გააგრძელებ ხო? ჩემი სახლის მარაგია. რაღაცა. ხათა შორის ის მოგრძო ბრინჯი ყველაზე გემრიელია, მინდა აღნიშნო, ხო? გავიჭერდი, პირველად გავიჭერდი რითმა. გადავიტანე თემა. გადავიტანე საუბრობდით და უბრალოდ არის რაღაცა კერძები, რომელსაც ის მრგვალის აი ეს მეტი სახამებელი სჭირდება, თორემ მეც ძალიან მიყვარს. და უფრო ფხვიერია მე მგონი ის მოგრძო. კი, მოგრძო უფრო ფხვიერია, იმაში მეტი სახამებელია და სუფხარჩო რო ახსენა ზურამ, მრგვალის გარეშე ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ის სიბლანტეს აძლევს. გამოვიჩინე. თაკობს ლექსის თქმა უნდა მოусმინეთ თუ შეიძლება. აბა მიდი. ეს უცებ მოიგონებს ხოლმე თან 8 საათამდე განსაკუთრებული იმპროვიზაციის უნარი აქვს. ეს გამიკვირდა რომ გაიჭედა. რაკარგია. ამბავია. აი ამბავია. გადი საერთოდ გადი. ეხლა ნელასია. შენ გარიცხული ხარ წერალთა კავშირი. შენ არა, მაგრამ სამომეს ესია. მე ძალიან მისიამოვნა. შენ ვერ მიხვდი თავარი ამბავი უკავშირდება იმ ამბავს, რომელიც მალე დაიწყება რუსთავი 2-ზე და აი ზუსტად ამ პარასკევს უკვე სტარტს აიღებს 22 საათზე. ესე იგი
რა კარგია, ამბავია. ხო, ჩახტა, ძალიან კარგია, მომწონს, გავაგრძელოთ. კარგი, მოკლედ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ ამბავს, იმიტომ რომ რუსთავი 2-ზე კიდევ ერთი ახალი ფურცელი იწყება, შეიძლება ითქვას და ამ ყველაფერს ამჯერად გაუწყება სალომე გოგიაშვილი, რომელთანაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, თავგადასავალი გველოდება სალომე, მე პირადად ძალიან გველოდები. დიდი წარმატება მინდა, ასევე ისურვო. თან ახსა ეს სეგმენტი კოლეგები შეიძლება ითქვას. თავისუფალია ეს სეგმენტი. ახსა და საინტერესო იქნება ამ ჭრილში კიდევ ერთი საინტერესო გადაცემის ხილვა და ველოდები მართლა. ყველაფერთან ერთად სატელევიზიო სივრცეში შენ გაქვს გამოცდილება, არაერთი, მაგრამ რაღაც გარკვეული წყვეტა იყო. ტელევიზიო, რადიო სივრცეში. ახლა კლავ ბრუნდები შეიძლება ითქვას, აი მოუბრუნდი ამ პროფესიას. მოდი ახლა შენი ემოციები გითხარი, შენი განწყობა გაგვიზიარე, როგორია მოლოდინები, ესეც გითხარი და რაღაცა მაყურებელიც ნელ-ნელა ალბათ რო არის რომ დავაინტრიგოთ, ხო, რატომ უნდა უყურონ 22 საათზე ამ გადაცემას გითხრათ. ნუ ჯერ იმიტომ რომ ფიქრობ რომ მაინც საინტერესოა რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ, მაინც ყველას გვაინტერესებს ყვითელი ჭორები, ამბები იმ ადამიანებზე, ვისაც ვიცნობთ, თუმცა ჩემ გადაცემაში იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან ესე საზოგადო ცნობილები, მაგრამ აქვთ ძალიან საინტერესო ისტორიები და ყველაზე მეტად არ მეგონა სხვათა შორის, რომ როდესღაც მაინც დამაინტერესებდა უცნობი ადამიანი სტუდიაში, რომელიც მოყვებოდა თავის პირად ისტორიას, მაგრამ ეხლა ამ გადაცემაში მყავს ისეთი წყვილი ხალხო, გაგიჟდებით, ისეთი ლამაზი და გამხსნელ გადაცემაზე საუბარი, ხო? დიახ. შესაბამისად იქნებიან როგორც ნაცნობი, ასევე უცნობი ადამიანები ჩვენთან გადაცემაში. სხვათა შორის საინტერესოა მოსაყოლე დიდი სიამოვნებით გელოდებით ჩვენთან გადაცემაში. აუცილებლად როგორ გეკადრებათ ნებისმიერ დროს. ჩვენ დილაში მოვყვებით. არ ვიცი, პრინციპში ესე დიდად არც მიფიქრია უკან დაბრუნება ტელევიზიაში, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემი ცხოვრება ისე გადაეწყო და გადალაგდა, რომ უფრო აღებული მქონდა გეზი ოჯახის მოვლაზე, ზრუნვაზე და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ყოველთვის ჩემი ცხოვრება სულ არის მოულოდნელობით სავსე და ესეც უცბად აი გავიღვიძე და ესეთი ამბავი მოხდა ჩემ ცხოვრებაში და მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ სხვათა შორის მე რამდენჯერ ვაბობ, მაგრამ დავაკვირდი, როგორც კი რაღაცა ცოტათი მაინც ანერვიულო მოხდება ჩემ ცხოვრებაში, მე აუცილებლად ღმერთი მიგზავნის ხოლმე რაღაცა ისეთ სასიამოვნოს, კარგ საჩუქარს და ალბათ ესეც ჩემთვის საჩუქარი, ალბათ კი არა და საჩუქარია, იმიტომ რომ ძალიან გამეხარდა და მიუხედავად იმისა, რომ მართლა მრავალწლიან გამოცდილება მაქვს ტელევიზიაში მუშაობის და არა მარტო პირველად რომ დავიწყეთ გადაცემის ჩაწერა ისე ვინერვიულე რომ მივხვდი რომ აი ხელები რო გიკანკალებს ხო იცი და რო არ გინდა თან რომ იქ შენს პროდიუსერებს აჩვენო, იმიტომ რომ აი ძალიან ვინერვიული, არ ვიცი, შეიძლება ესეც ასაკის ბრალია, მაგრამ ნელ-ნელა პასუხისმგებლობაა, რაც ეს რაღაცნაირი რაც ძალიან ბუნებრივია. მოლოდინი მე სხვა ჩერს მიყვარს ეგ ემოციები, იმიტომ რომ ხო, მაგრამ ხანდახან დააჭარბე, მე შეიძლება ხელი შეგიშალოს, ერთადერთი ეგ არის, თორემ ხა მღელვარება ძალიან ბუნებრივია. თუმცა ბუნებრივია მღელვარება, როგორ შევხვდები მე ჩემს მაყურებელს და როგორ შევხვდება იგი. მე რაღაცა ეს ფიქრებია. ხო, ეს არის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამდენი წელი რო არ ვიყავი, მინდა რომ რა თქმა უნდა ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ის მაყურებელი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი და მაინც რომ ეძებენ რაღაცას ცუდს რომ მოგიძებნონ, ისინიც კი მინდა რომ დავაინტერესოთ. თუმცა აი თვალი თუ არ არსებობს პირველი გადაცემის ჩაწერაზე ისე ცუდად ვიყავი ხალხო, რომ არ ვიცი, მეგონა რომ ვერ შევძლებდი. რა ვიცი, რამდენი შემოგარგო. მაგრამ მაინც ვიმიტანეს დამდეს და მაინც ფირუზი რო გაგიკეთები, ფირუზია თუ რა არის ესა? ლალი თუ ფირუზი თუ? არა, ლალი თუ მოხდა. ლალი წინა. მეთქი გავარტყავთქო და ვერ ერთ-ერთი ვერ გავა. ზურა დავასვენ. მოდი, კარგი. გიშერი. ამბებზე ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად საუბარს სალომე არის ჩვენთან ერთად. ვიფუსფუსებთ კიდეც გადაცემის შინაარსის დეტალებსაც შევეცდებით რომ სალომესგან ესე გავარკვიოთ, მაგრამ გადაცემა უნდა მოვაყოლოთ თავიდან ბოლომდე რა ჯობს. არ მოხდება ეგ ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ პარასკევს მეტი მაყურებელი ვყავდეს. მანამდე ინტერნეტ სიახლეებს გავეცნოთ.
კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ მართლა ძალიან საინტერესო თემა გქონდათ, მე ხო ვისმენდი ახლა ყველაფერს და განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება, იმიტომ რომ თუ კი რამე რეკლამდება ნაგავი, ყველაფერი მე სახლში არის ჩემთან და ყველაფერი ჭამენ და სვამენ. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ მოხდება ამის რეგულირება და რეგულაცია. ხდება თურმე. ძალიან კარგი. სიფრთხილე ყველა სჭირდება ამ მიმართულებით. ახლა ჩვენ გვითხარით რა ეტაპზე ვართ, რა გავაკეთეთ? როგორც ხედავთ, უკვე თუხთუხებს ყველაფერი ჩვენ სამზარეულოში. პირველ ეტაპზე მოვშუშეთ ხახვი, შემდეგ სტაფილო დავამატეთ. უკვე მერე დავამატეთ ესე კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე. აქ მერე შევკმაზე ეს ყველაფერი ცოტა ნიორით დაუმატე. შემდეგ მარილი, შავი პილპილი და ქარის სუნელი. ეხლა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მიყვარს, როდესაც ესე მოიწალება ხოლმე სუნელებთან ერთად, რაღაც კიდე სხვანაირ არომატს და ფერს უშვებს ხოლმე. ქარი არის სეშია რომ არა მე მგონი ეს ქარია რომელიც არ მიყვარს და რასაც ურევია ვერაფერს ვერ ვჭამ მოვითალოა დღეს დაგვრჩები მშიერი არა ეს ის არ არის აი ეს არის ანუ შენ ამას არ შეჭამ ვერ შევჭამ ხო და მე კიდე მირექი ძალიან მიყვარს და ალტერნატივად შემოგვიყვება მაქვს და თურქეთში რო ჩავდივარ ხოლმე ყველაფერს სურკეთებენ აბსოლუტურად არ უნდა ჩაფუძო. ვირასუპს იყენებენ. პოპულარულია. აი დღეს გასინჯე და არ მინდა. შენ ეხა სურნა, მე ვიცი რომ სურნელმა მოგიყვანათ ჩვენამდე და არის სურნელი არ მოსულა. არა მე არ მიყვარს თორემ იქუნა რომ საოცრებებს ამზადებ. ეხლა მე რო არ მიყვარს ეს იმას კი არ ნიშნავს რომ არ გაიყვარს. დაწყნარდი ოღონდ შეკარგდი. მოგიყვებით როგორი იქნება. შემდეგ უკვე მოდი გავაგზელებ უცებ ვიტყვი ორი სიტყვით რომ ესე არაჟანი ცოტა წყალში გავხსენი და ესე სულ რამდენიმე უმარტივეს ინგრედიენტით გამოდის ძალიან გემრიელი და ნოყიერი სადილი, რომელიც არის ამავდროულად ძალიან ისეთ პიკანტური და განსხვავებული. ფერიც აქვს ძალიან ლამაზი და შემდეგ ამას გარნირად უკვე ვუმზადებთ ბრინჯს, რომელიც უბრალოდ ჯერ ხახვი მოვშუშეთ, აქაც სტაფილო გამოვიყენეთ. პრინციპში ხახვი და სტაფილო არის დღეს ბაზა ჩვენ სამზარეულოში. ეს არის ქათამი ქარის соуსში. ქათამი ქარის соуსში. ოღონდ უბრალოდ ესეთი მარტივი ვერსია, ხა ქარის რაღაც ქოქოსის соуსებში და ასე შემდეგ, ხა ცოტა ეგ უკვე გართულებულია და ეს არის მარტივი ვერსია არაჟანი და სტაფილოთი. ეს ის ვარიანტია, რაც ჩვენ ყველას გვაქვს ოჯახში მოგვეპოვება, ქოქოსის რძე, ქარის соуს, არაფერი არ მაქვს სახში. არა, ხო და ამიტომ არ გვჭირდება მხოლოდ არაჟანი. არაჟანი. ხო, ეს არის არაჟანი და ქათამი ძალიან მარტივად ესე ჩაითუთქება და იქნება ძალიან გემრიელი და არომატული. მართლა ორ წამში რო არიცი რა მოამზადო, შეგიძლია უცბად გააკეთებ. კი ბატონო, ძალიან კარგი. ასე და ამგვარად. დაგემშვიდობებით მაშინ. კარგი, სალმე, ჩვენ საუბრობდით ჩვენს გადაცემაზე. და 3 წუთი გვაქვს. რომ ჩავეტივ ამ სოთუში. არა, ამ კონკრეტულ გადაცემის ამ კონკრეტულ რეგლამენტის 3 წუთი. ამ კონკრეტულ ნაწილში დაგვრჩა 3 წუთი. ახლა ბევრს მალაპარაკებთ უფრო ნაკლებ. მოგვიყევი შენი გადაცემის კონცეფციის შესახებ, რას უნდა ელოდოს ჩვენ ტელემაყურებელი. შინაარსი, ახლა პირველი გადაცემის შინაარსი მართლა არ მოგყავთ. არა, როგორ გეტყვი. ზოგადად ფაბულა გითხარი და თვითონ აი ეს მე რომ უნდა მელოდოს ყოველ პარასკევს 22 საათზე, ეგ ხო გავიგეთ ახლა ისედაც. ეს არის თავარი ამბავი. თავარი ამბავი არის ეს. და საინტერესო სტუმრებს, საინტერესო ისტორიებს, საინტერესო განვითარებას, იმიტომ რომ ისეთი თემები ძირითადად პირადი ცხოვრება იქნება. არა, რატო? არა, პირადი ცხოვრება. არ ვყვები ხო ხედავ რომ აი რაღაცა მინდა რომ გადაგიტანო სხვა თემაზე არ ვყვები მთელ გადაცემის ყოლზეს არ ვყვები პირადი ცხოვრებაც პოლიტიკური ток-შოუა ხო პოლიტიკური იქნება ყველაფერი რაც არის საინტერესო რაც ხდება ჩვენს ირგვლივ ცხოვრებისეული და არ ვიცი შეიძლება ისეთი სტუმრებიც იყვნენ ყოველ შემთხვევაში გვაქვს ამის ამბიცია როგორც ჯერ არ ყოფილა ქართულ ტელესერიალში რას ნიშნავს ეგ ჯერ არ ყოფილა აი მაგას ნახავთ ბიონს
ხედავ უკვე. მაშინ პრესა როგორ წერს. მაშინ რა ვიცი დაგიჯდები სტუდიაში. კარის соуსი. ჩაწერებს დავესწრები. ამიტომ რა ვიცი, როგორი მოულოდნელიც არის ჩემი ცხოვრება, ასეთ მოულოდნელი იქნება ჩვენი გადაცემა. სურპრიზი და საინტერესო ისტორიებით. მსგავსი შინაარსის გადაცემებში ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე მართლა ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს ხემძღვანელობს და სათავეში უდგას და ეს ინტერვიუს ნაწილიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თავარი დავალება ალბათ ამ მომენტში არის ის, რომ ის რესპონდენტი, ის ადამიანი, რომელიც შენს წინ არის, რომელიც აინტერესებს მაყურებელს, მაქსიმალურად გაახსნას და მისია ეს ისტორიების კარგი თუ ესეთი მტკივნეული მხარეები უმტკივნეულოდ უფათურო ხელი სულში. მიიტანოს. კი, აი მარტივად რო ვთქვათ, მართლა ესეა. აი როგორ ფიქრობ შენ შევძლებ თუ არა? როგორი რამდენად უმტკივნეულოდ უფათურებ ხელებს პირველი გადაცემიდან გამომდინარე. ხო, როგორ ამოიტანა ამ ამბებს? აი რა იქნება ის შენი ძლიერი მხარე? ძლიერი მხარე არის ის, რომ თან ნერვიულობ ხო იცი 2 წუთი რომ აქ დაჭელი. ძლიერი მხარე არის ის, რომ ძირითადად ყველა რესპონდენტი, რომელიც ჩემთან მოდის სტუმრად, ძირითადად ყველასთან მეკობრობ. და ისეთი სიღრმეები ვიცი, რაც რომ არ უნდათ რომ მოყვნენ, მაგრამ აი ცოტა უარსაც რომ ვერ გეუბნებიან. ამიტომ ვეცდები რომ ხო ძალიან არ შევიჭრა, იმიტომ რომ დაკარგავ ამ ხალხს. საბეგობრო. მაგრამ აი მინდა რომ ის მხარე დავანახო, რაც მაყურებელს არ აქვს დანახული და შემდეგი გადაცემებიდან ალბათ უფრო მოხერხდება ეს ამბავი, იმიტომ რომ პირველი ძალიან ემოციური იყო, ძალიან ნერვიულობდი და ალბათ დაეტყობა ეს გადაცემასაც, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე ცოტა ცუდათაც მე მგონია რომ შენი შეგრძნებები იქნებოდა, იმიტომ რომ გელვარებას მოსდევს როგორც წესი და მე რო დაჯდები და უყურებ, რაღაც მაინც კარგი იყო. ხო, თუმცა ძალიან კრიტიკულად ვუყურებ საკუთარ თავს და მზად ვარ რომ ის კომენტარები, რომელიც აუცილებლად იქნება შენიშვნის სახით, მივიღო, გავითვალისწინო და საუკეთესო გადაცემა დავდოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი გუნდი მყავს. მადლობა ჩემს გუნდს. მე მთავარს ვიტყვი, საბოლოო ჯამში ყველაფერს ამბობს ხოლმე რეიტინგი. რა თქმა უნდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაცემას, ასე ვთქვათ, ლაით მოტივი იქნება კარგი რეიტინგი და ამით ვიამაყებთ. დიდი მადლობა. კი ბატონო და შესაბამისად ის ნეგატიური კომენტარი იქნება და უამრავი დადებითი კომენტარიც იქნება, დარწმუნებული ვარ. ეს მისაღებია ჩვენ პროფესიაში და ხო ალბათ აუცილებელიც არის რომ გავითვალისწინოთ ხოლმე რაღაცები, მაგრამ დადებითსაც ბევრს ველოდები და გისურვებ. ეხლა უნდა გავიდეთ რეკლამაზე. და მე არა, უი. ჩემი 2 წუთი დამებრუნეთ. ინფარქტი მილამის მივიღე რა, იყო, არა უშავს. გავაგზავნოთ ესე იგი ჩემ კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. ფილმშვიდობის ლიკა, სალომე, შევით როგორ დიდი მადლობა თქვენს მოყავთ ჩემ გადაცემაში აუცილებლად. დიდი სიამოვნებით ვართ მზად ყოფნაში სტუმრების მისაღებად და კარგია რომ გვესტუმრეთ. მზად არის ჩვენი კერძი, როგორც იცით და თუ თქვენს გინდათ რომ ესე მარტივად იფუსფუსოთ სახში, შეგიძლიათ რა თქმა უნდა მიმართოთ ვებგვერდს goodwill.gr ან მათ აპლიკაციას და ყველა პროდუქტს Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში მოგაწვდით სასურველ მისამართზე. ეს არის ჩვენი ბრინჯი, რომელსაც ეხლა ზურა უნდა გაგასინჯო ეს ქარის სოუსი. ბრინჯი. და ბალერია დაემართოს და ლექსი გადაიფარეს, ნახე, თავიდან ვიტყვი ახლა მაგის გამო. ბრინჯი, გულში ჩამრჩა ხინჯი. აი, ესეთი რითმოსანი ყავს. ხინჯად არ ჩაქჩეს ზურა, აგერ არის საშენო. მინდა რომ გასინჯო მაინც და შემდეგ უკვე არა ხარი დაუმატეთ ძალიან უყვარს. თაკო საჭმელს არ მიირთმევს მაყურებელს უნდა გავუმტკივო. თაკო ზოგადად არ ჭამს მეგობრებო. აბა გაგვისინჯე. თქვენ რა გონიათ ესეთი მამაცი რატოა? აბა გასინჯე. აბა ნახოთ. და ასევე სალომე შენც აუცილებლად გადაყარე, მიმოფანტა. პრინც ხوار მიერთმევს დიეტოს. პრინც კი. პრინც მიერთმევ. რაღაცა გააკეთე ხა, შენ იცი
მე რო თქვი არის ის არ მიყვარს თქო სუნელი თქო რაღაცა შეურია ისეთი რომ გაანეიტრალა და აღარაც მისი შეგურია არა ის შელოცვა გავაკეთე მაშინ ზომიერად ქენი ისე რომ რაღაცა არა შენ რაც არ მოწონს შენი გაკეთება ძირა ანუ ყუმი უფრო ხო ის არის უფრო ისეთი რომელიც ბევრგან ხდება თურქულ კერძებში ქარი იმდენად არ არის და ამიტომ მგონია რომ სხვა შეგვაცხოვრე მთელი გადაცემის პირველ და მეორე ნაწილი უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები ჩვენი ბრინჯისთვის რა თქმა უნდა დაგვჭირდა ასევე სტაფილო და პრინციპში როგორც უკვე ვთქვი ძირითადი ინგრედიენტი სამზარეულოს შეიძლება ითქვას რომ იყოს სტაფილო და რა თქმა უნდა ყველა პროდუქტი არის მომარაგებული გუდვილიდან და იცით რომ გუდვილში მოწოდებული ყველა პროდუქტი მით უმეტეს ქართველი ფერმერებისაგან მოწოდებული გადის უშუალოდ გუდვილის ლაბორატორიაში შემოწმებას და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლზე ასე რომ არის სანდო. დავუბრუნდეთ სალომეს. კი ბატონო. კი ბატონო. მე ის გადამჩენია თუ შევჭამ, აქ საჭიროა მომწიეთ. გასინჯდა გითხარი. არა ვიცი მთელი დილა მუშაობ. აბა, ქარი როგორ მოგწონს? კარგია. მარტივად და ესე. ძალიან გემრიელია მართლა მე გამავიწყდა. მე არ ვიცი. ძილობის გამო მაინც უნდა თქვა ადამიანმა გებრიელია თუ მართლა რომ მეწონა და გამავიწყდა საერთოდ აღნიშნო რა ამაზეთ მომზადებაც ის ესთეტიურადაც და გემოვნური თვისებებითაც გამოირჩევა ხოლმე ლამაზის სხეულში ლამაზის სული რომ არის და მე ამ ლამაზის სულის და ლამაზის სხეულის კომბინაციაში ლამაზი რაღაცები რო კეთდება ცხოვრებაში გასთავარია მარტივად კარგი ხარისხიანი პროდუქტით ყველაფერი მზადდება გემრიელია, მაგრამ მარტივად და სწრაფად არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ პარასკევს საღამოს აბა ვინ რას აპირებთ და რას გეგმავთ? ლიკა არ შეცდა ეხლა რა. მე მაგალითად პარასკევობით ზოგადად გავდივარ ხოლმე, მაგრამ ეხლა სახლში უნდა ჩავჯდე 22 საათზე ტელეეკრანთან მე უნდა არსად არ გავდივარ პარასკევობით პირიქით 10 საათზე სიამოვნებით ვარ ხოლმე ტელეეკრანთან. თავი ჩართული იქნება ისედაც შესაბამისად. რა თქმა უნდა სხვა არხი არც განიხილება. და რატომ 22 საათზე? რატომ? იმიტომ რომ და გაცადოთ თუ მე მოვყვა ეხა ეს შენ უნდა მოყვე. იმიტომ რომ 22 საათზე თქვენ ნახავთ მეგა შოუს. საოცარი თემებით, საოცარი სტუმრებით. არ ვიცი, მეგა თოქ შოუს, რომელიც იქნება ისეთი სიყვარულით მომზადებული, როგორც არის ეს კერძი უგემრიელესი და ხო მიხვდით, როდესაც მთელ გულს და სულს დებ, როგორი კერძიც გამოვიდა გემრიელი, ისეთივე გემრიელი გადაცემა გამოგვივა დარწმუნებული. და სხვათა შორის მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო უკაცრავად ერთი რამ, რომ გარდა იმისა, რომ თვითონ სალომეს პერსონას მაღალი რეიტინგი თანსდებს ხოლმე და ეს რეალობაა ციფრები და სოციალურ ქსელებშიც უკვე დაგწმუნდით რა ხდება და როგორია მოლოდინები ამ გადაცემის მისამართით. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ხდება სატელევიზიო სივრცეში, აი რაღაცნაირად ესეთი განწყობა არ მაქვს ხოლმე ყოველთვის ყველა გადაცემის მისამართით. გარდა ამისა, მას ზურგს უმაგრებენ ძალიან მაგარი პროდიუსერები, პროფესიონალები, რომლებიც მენდეთ და მერწმუნეთ, რომ ზუსტად იციან საქმე როგორ უნდა აკეთონ. და ეს არაერთხელ საკუთარ თავზე მე თავადაც გამომიცდი, ასე რომ წარმატებები თითოეულ მათგანს წარმატებები შენ ძალიან გულშემატკივრობს. კეთილი იყოს შენი ფეხი სივრცეში და აბა შენიცი. ჩვენი ყველას რეიტინგი და კონკრეტულად ამ გადაცემის რეიტინგი ყველას ჩვენი ერთად რაღაცნაირი ისეთი გამარჯვება იქნება და კიდევ ერთხელ ვიტყვით რომ ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ კარგი ლამაზი გადაცემები და მადლობა ჩემ მარიამოს, რომელიც რომ არ იყოს ნამდვილად არაფერი არ გამომივიდა. მარიამო, ბევრი წარმატება აბა შენს კადრს მიღმა. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.